Салам განაცემა ერთი დღის ერთგულ მაყურებელს მოგესალმებით ყველას. მე ახლა ვიმყოფები ცნობილი კომპოზიტორის და ასევე შემსრულებელის, ავტორ-შემსრულებელის სახლთან, ნატო გელაშვილთან. ბავშვის ხმები გამოდის. სახლიც მოვიდა მე მგონი, რეფორმიზმის. ხმაური გამოდის მოკლედ ნატო გელაშვილის სახლიდან. ვინ არის? დილავშვიდობისაო, ჩვენ გადაცემა ერთი დღე. მოგზავნით. გამარჯობა და შეგეშინდეთ. მოგზავნით. აი ესე გვიხარია ხოლმე დანახვა. მოდი ზანგია. ზანგი ქვია? აი ესე ხმაურია 20-ისა. არა ზანგი ნუ მტბენ ფერზე. ახლა როგორ მიცერია? არა ნუ მტბენ, არა. ეს ნატო დილი და შემოვედით და ესე გვეწუწულა რომ ბავშვები არა რა ხდება ტელევიზორში საერთოდ არ ვიცი აი ომი რო დაიწყოს მე გავიგებ ალბათ დამირეკამი თორე ისე აზრი არ აქვს ეს კი შესაბამისად არც კლიპებს არ უყურებთ თან ესე არა მოწყვეტილი ვარ ყველანაირ სამყაროს პოლიტიკა მუსიკა მე შემიძლია მოგიყვე მე ახლა მე რო დაჩნდებით რაღაც ცოტა გამარჯვება ესე ვარ მარკოვან ნაწილად ბავშვები არ გვეძებათ კომპიუტერის თამაში გიყვართ დედას ტელევიზორს არ აყურებინებთ ხოლმე მომავალს არ აყურებინებთ ბოროტები არიან ძალიან გიჭირს თუ არა ურთიერთობა ბავშვებთან მე მგონი გიჭირს თუ ტელევიზორს არ გაყურებინებთ არა ნუ ხო ხედავ რამეს რო ეკითხები ხო ედაშოთ გიორგი იწყებ ნელიტონით გიგი გიორგი ანუ სულეულები ყურები გაქვს მიხატული თქო იმიტომ რომ აზრი არ აქვს ბოლოს გამოხვალ უკვე და თვითონ რა მიხარ მაინტერესებს აი დილით როგორ იწყებათ კი ანუ ერთი ჭიქა ყავით ნატოსთვის აუცილებლად იწყება ყავით იმიტომ რომ სანამ მოვალ აზრზე არა ყავით არ იწყება ვიტყუები იწყება რძით იმიტომ რომ ისინი არიან გასასტუმრებლები და აუცილებლად უნდა ჭამონ დილით რძე და პეჩენი ეს არის მაგათი აი როგორც ახლა იმერლებისთვის გოჭი შეჭვალე ნუ მერე ვიწყებთ ესე იგი ამის მილაგებას მერე გადავდივართ ჩაიცვი გიორგი ჩაიცვი ლუკა ჩაიცვი ნუ სანამ ესე იგი გიორგი ჩაიცვი დილის გამოფხიზლება ხო ნუ მერე ნუ შეიძლება რაღაცა ჩაიცვა რაღაცა დარჩეთ ნუ მერე მე უნდა შევავსო ის ჩასაცმელი ან მაიკარჩებათ ან წინდა რაღაცა ჩაუცმელი მერე ვიწყებ აბა ფეხზე ჩაიცვით მოძებნეთ სად გაქვთ აი ესეთი ომია ნუ ბოლოს როგორც ემსგავსებიან ბავშვებს და ნუ უკვე მანქანა ელოდებათ ხოლმე დილით მე ვერ ვასწრებ და ანუ აი მე ვიწყება და იხიჩას ჩემ არა გამორიცხულია ჩემ ცხოვრებაში არ მაქვს აი რო ამბობენ ძილის შებრუნება ხო აი არ არსებობს ეგეთი რამ დგები და დგები всё 7 იქნება 8 იქნება რომელი საათიც არის უკვე ვიწყებ ცხოვრებას და მე საათს ხო არ უყურებ და დილის 9 საათზე ვიწყებ მეგობრებთან გოგო შენ საათი არა მე მგონია უკვე შუადღეა იმიტომ რომ ხა ბავშვები გაუშვი უკვე რაღაც ყავადარლეული მაგრამ მგონია უკვე გაცემა ეს კი მეგობრებისგან განსხვავებით ტოროლა ხარ მე ტორკი და თქვენ უერთდები ყველა გადაცემას რა დილით იწყება და სულ მეუბნები როგორ უყურებ გადასარევად თქო ყველაფერი იცი მეგობრებს ერთადერთი აი ჩემთვის ტელევიზორი არსებობს დილის ეთერი ნუ სადღაც 12-მდე მე გავდივარ და მე მიდიხარ სად მე მივდივარ მეწყება მოსწავლეები ხანდახან როცა გიო სკოლაში იყო ხშირად მიწევდა სკოლაში ხან კრება ხან რაღაცაზე დაბარებული მოსწავლეები ახსენე და ნატო მოდის თუ არა ისეთი თაობა რომელიც დაუშვათ ქართული ესტრადის წარმომადგენლებს შესვლის თან ესეთი რაღაცა დადებითი ახალი ტალღა წარმოაყარა იცი რა შემიძლია თქვა საერთოდ მე ვამბობ ამას და ეს არ ვფიქრობ იცი რომ ეს არის რაღაც ზერელი უნდა თქვა და რატო უყურე რაც არ უნდა ყავდეს გენიალური პედაგოგი ხო აი არაჩვეულებრივი ნიჭიერი აი მართლა პედაგოგი ვინცაც შეუძლია გადმოგცეს ხო თუ არ არის დაბადებული მადლით მოსწავლე გამორიცხულია ხალხო რომ ამის და ყოველთვის როცა მოდიან სულ მოგნები მიგექნება სენის პრეტენზია აი მე თუ გეტყვი რომ შენ შეგიძლია მართლა იმდენ და მე არ შემწხვება ამის მაშინ იმდენად ხო რა
შენ ხარ არასტუმართ მოყარე და საზიზღარი ძაღლი. არ მიყვარს შენ სტუმარი და ნუ მიყურებ ეგრე. მოდი აქ მე რო გელაპარაკები გასწორდი. დასკი გასპიდი რა. რაღაცას ამბობდი მათემატიკაზე რაც. 3-3 2 3 და 5-იანი ყავს გიორგის მათემატიკა. კომპიუტერის საშუალებით ესე იგი შეგვიძლია ხურდების სიყვარულით და კომპიუტერის საშუალებით. ანუ უფრო ხურდების სიყვარულით დაიწყო ეგ ამბავი, იმიტომ რომ 10-ს მიუმატოთ 5 თეთრი. ესე იგი დედიკო რამდენი მაქვს? იწყება. ყველაზე უცნაური რა არის, დავუშვათ გავატანე 5 ლარი, ხო და ჩადის რაღაცა ამომიტანება უბრალოდ, ხო? ესე იგი ზუსტად იცის ფასები. ესე იგი მე დამჩება, ესე იგი რო ვეტყვი ეს. და 80 თეთრი მჩება, ანუ ვისია კითხვა. რა სიდულობთ მე იმ 80 თეთრი და 40 თეთრი? ფული როგორ? აი ვალი აქვს. სიტყველი. დღეს მომახსენა რომ მაღაზიაში რა გვაქვს ვალი. სიდულობთ ხოლმე მე იმ ფული? და გიყვარს თორე კერძების მომზადება და აი ბავშვებს შენ უმზადებ ხოლმე კერძებს? აუცილებლად. ეგ არის ჩემი წესი, იმიტომ რომ რომც არ იყოს არავის გაკეთებას არ ჭამენ, არის ორი ძალიან უცნაური. იცი რა, ჩემი ბრალიც არის ალბათ, იმიტომ რომ თავიდანვე უკეთებდი ყოველთვის ყველაფერს მე. და აი დღეს დავუშვათ ვინმე რო გააკეთოს და რაღაცა ერთ-ერთი მწვანილი დააგოს, ხო? ნუ გამორიცხული, აი ის გემო არა აქვს და მე დედას ხანაირად მიკეთებს და რაც არ და არის. იჭერს მე ესე მოვა და ვერავის ვერ უტოვებს ბავშვს. არა, უტოვებ ძიძას, მაგრამ ძიძა მოდის 5 საათზე. ანუ სკოლის რეჟიმზეა, 5-ზე რომ მოდიოდნენ ესე სკოლიდან და პაკიდან მერე მოდის და როცა ნუ მე ძირითადად დილა თავისუფალი მაქვს და არადატვირთულ დღეებში დილით უკეთებ ყველაფერს, სადილი ყველანაირად გამზადებული, თუ არა და ღამე გვიან ვაკეთებ. და აქ ამეცადიდებ მოსწავლე? არა, აქ მყავდა გასულ წელს ბავშვები და სხვათა შორის ძალიან კარგია, როცა ბავშვები სახლში მყავს ამათვის. იმიტომ რომ უამრავი სიმღერა იცოდა. აი უამრავი, რომელსაც კი მე ავიღებდი, როიალის ქვეშ შეჭდა ყოველთვის, როცა მოსწავლე მყავდა და ისმენდა ყველა სიმღერას და ნუ ეხლა არა და სხვათა შორის ძალიან ცუდია, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად აქ ვეღარ ვამეცადინებ და ამიტომ სტუდიაში არის. აი დავველოდეს. მე ასეთ რამებს საერთოდ არ ვყიდულობ და ნაკლებად. ეს ნუკრი მაჩუკა კაპანაძე მახსოვს. ნუ ხატები ჩემ შვილებს უყვართ ძალიან და ამიტომ ყოველთვის როცა სადმე მივდივართ აუცილებლად ყიდულობენ ხატს. აი დავუშვათ წავედით კეჩხობში, ხო? და იქიდან წავედით რომელიმე ეკლესიაში აუცილებლად მოაქვს ხატები. და ეს ჩვენმა ძაღლმა და ამშვენა ძალიან განვიცადე, მაგრამ პატარა იყო და აზრი არ ჰქონდა ცემას. და ხა დიდია ეს მის ნუ ეს არის ძირითადად სულ საჩუქრები. ეს ჩემი მოსწავლის ნაჩუქა არის და რა ვიცი რაღაცა უცნაური სასაცილო თაგვი. ეს თაგვი დაგლეჯეთ ტუკლებში. ისე ამას მეუბნები ხოლმე რომ თუ ძალიან გამაბრაზეთ ბოლოთ ამით გატარებთ ხო? რა მაინტერესებს ტექსტების შენ ტექსტებში აი ძირითადად ჭარბობს ესეთი ოთი დაბლოება დილამშვიდობისაო მიყვარხარო ძალიან რატო ეს სტილია უბრალოდ შენი ალბათ ეს არის ჩემი რითმა რომელიც დამყვა იცი მე არ მიგძვნია არასოდეს და შეგნებულად არ გამიკეთები ალბათ ეს არის რაღაცა რაც შემეულია და რასაც უფრო ალბათ შენგან შეიძლება ლაპარაკის დროსაც ხმარო და არ ვიცი ესე იგი ჩვენ კიდე ვალში ვართ, ხო? ეხლა მე მგონი პოტასის ვალი გვაქვს. მაესტროდან. აი, დაჭიქი, ეს საზის ხაროში. სტუდია მაესტროს ოპერატორს ორი პოტასი აუცილებლად, რომელიც დაუხია. ეხლა რა გინდა, მთელი დღე სახში ვიყო და კომპიუტერს უყურო თუ როგორ არის თქვენისა? როგორი დედა ხარ, ეჩხუბები თუ არა ბავშვებს? ეს საერთოდ არ მიყვარს ზოგმა იცის ყველაფერზე ჭუბობს და მე ბავშვი ვერ ხდება რომ დავუშვათ რა გააშავა. ესმის ანუ არაფერს ისეც არ აშავებს უყვირია, ისეც აშავებს იგივენაირად უყვირია. არა, მაგრამ იცი რა, როცა არის ხომ ისეთი მომენტები, რომ აი გამოგიყვანე მდგომარეობიდან, იცი ხა მართლა არ შერო დაუძახებ, ხა ელემენტარულად ხო ადამიანი ხარ ეძახის, ხა დამისხია საჭმელი, მე გაციებიათ, სამჯერ გამიცხელებია და უკვე რო ხვდები რომ უკვე ზედმეც აკეთებენ მე რაღაცა ისეთი ეთყობა განსაკუთრებული ტონი მაქვს და რომ გამოვცრი ხოლმე მე ეწოდეს მილაზად განა. ხო და არ მინდა ვერიდები, მაგრამ რა თქმა უნდა მიწევს, იმიტომ რომ
აი ხალხში რამდენად ესეთი ხარ, როგორც ბავშვებთან, აი დაუშვათ როცა საქმეს აკეთებ რაღაცა და სხვა გიგემოჩილებ რა, მოსწავლეებთან. ანალოგიურად არ ვიცი, ალბათ ერთნაირი ვარ ყველასთან. გამოდიხარ თუ არა მდგომარეობიდან, როცა არა, მდგომარეობიდან კი, აი რამდენადაც ძალიან დიდი სიყვარული შემიძლია თუნდაც მოსწავლის და მართლა ოჯახის წევრები ვით არიან ყველანი ჩემთან, იმდენად აი იცი ძალიან დიდი რიდი აქვთ. არ ვიცი სიყვარული, არ ვიცი რიდი, იმიტომ რომ აი ბევრჯერ ყოფილა რომ როცა ვატყობ რომ აი რაღაც ზომაზე მეტად აი დავშოთ მოვიდა მოსწავლე და რაღაც სტაგდებულ ხასიათზე ხო არის ბავშვი ზოგჯერ ხო? მიყურებია ძალიან თინჯად. ბოლოს დამიხურია ანუ ვეული და მითხრა რომ შენ დღეს გაკვეთილი არ გინდა და მოდიწევ. და ანუ ის მიხვედრილა რომ მე დავუშვათ ანუ გასართობით რომ მე არ აქვს. ანუ რაღაცა მასშტაბში და ვაკუუმში არავის აქვს. არ ჩვილებს და არ წვას. გრან-პრი გავტეხე მგონი. ეს არ წყდება. უტეხი პრიზი. ეს გრან-პრი როდის მიიღე? ეს არის 95 წელი ბათუმი, მაშინ ჩატარდა ბათუმზე შექმნილი სიმღერების ფესტივალი. ეს პირველი ფესტივალი იყო ამ ფორმის. შეასრულა აგერ წერია ყველაფერი ეკა კვალიაშვილმა. ტექსტი და მუსიკა იყო ჩემი. არანჟირება იყო მერაბ მამულაშვილის და აიღო გრან-პრი. ასე რომ ბათუმში გზახსნილი ბათუმში საშვილო სულ. გრან-პრით მიდივარ. გრან-პრით მივდივარ და არის თუ არა ეს ბილეთი თქო ვიძახი. და ეს სტენს რაც შეეხება, ნატო ეს შენი გაკეთებულია? არა, ეს არ არის ჩემი გაკეთებული. გაკეთებენ დოკუმენტურ ფილმს. აჰა. ანუ რაღაცა ბავშვობიდან დღემდე ნატო. ანუ უნდათ ყველა ისეთ ცნობილ ადამიანებზე რა, ვისაც აი რაღაც შემოქმედებზე და რატომღაც მეც მოვხდი ამ სიაში და დაიწყო ამ ფილმის გადაღება. და ეს არის სტენდი, რომელიც გამოყენებულია ფილმში და უბრალოდ როცა ააწყეს, მე აღარ დავაშლევინე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და დავიტოვე სამახსოვროდ. ანუ ეს ბავშვობის ფოტოებია. ეს ბავშვობის, ეს მე და ჩემი ძმა, მინესურ ტიროდი და გიორგი მგავს. ეს სკოლის პერიოდი, ეს ბაღის, ეს ჩემი ალქაჯობის პერიოდია, ანუ ბავშვობის და მე სადღაც ღობეზე ვარ ხტარი ჩიტივით და ნუ რა ვიცი. მე გასაღებს ქრონიკულად ვერ პოულობ. ლუკა, გაუღე დედიკო რა კუხნის კარები რომ საჭმელია იქ. ეს კი მივემართებით სალონისაკენ, სადაც გიომ და ლუკამ უნდა შეიჭრან თმები. და ნატო შენ არ იჭრით მეებს? შენ არ იჭრით? მე არა, მე უბრალოდ შევისწორებ, იმიტომ რომ მე არ მეცლება. Easy to love, our love will find a way. გიო, რომელი სიმღერა გიყვარს დედა, გომართი? რომელი სიმღერა გიყვარს? რომელ კასეტაზეა, რო არ ვიცი მე? ეს სიმღერა გიყვარს შენ? არა. ნატო, შენი შვილების მუსიკალური გემოვნება განსხვავდება თუ არა შენისგან? ბევრი კი, მაგრამ ბევრი არა. არა, პიანობაში მაინც ერთნაირი რაღაცეები მეკო. აი მუსიკა რომელიც შენ არ მოგწონს, უშლი თუ არა? არანაირად არაფერს არ უშლი, იმიტომ რომ ეხა ბავშვია და თავისი გემოვნება. ეხა ამასო ჩემი გემოვნება ქონდეს, ეხა დღეს უკვე ალბათ გაგიჟდებოდა. აი ძალიან აი ვახოს რო ჭერი ხოლმე სუსტო და აი ეგრე შეჭერი ორივეს რა. რა გინდა გიორგის რამდენად ხშირად ისწრე ხოლმე ვარცხნილობას. და მოგწონს თუ არა ეს ექსპერიმენტი? არა, ნაკლებად მიყვარს, იმიტომ რომ მაინც უფრო მიყვარს გასწორებული თმა, საერთოდ მიყვარს ხალხზე გადაწეული თმები. აი მე ძალიან მომეწონა ვიხილე ფოტოებზე დახვეული თმები. ხო, ნუ ერთადერთი იშვიათად ეგ არის ჩემი შეცდომა, რომ არა მომენატრება თმების და შესაძლებლობა. თუ საიდუმლო არ არის შენის ეს გახმაურებული კონცერტზე როგორი ვარცხნილობა? არ გეტყვი, არა. კონცერტთან დაკავშირებით ყველაფერს ყავს სიურპრიზა. ესეთი ნატო გავუშვა დადის სალონში, ეს თავის ხდება ხოლმე. მე ხო შენ გავუკეთე საჩუქარი სალონს?
სალონს, იმიტომ რომ 2 წელია მეხვეწებოდნენ და პლაკატები მქონდა 3-4-ზე სულ რაღაცა დიდი უშველი სალონის ხელა. და მე რაღაც შემცირებული ზომით რომ დაიბეჭდა უკვე ვეღარ გადაურჩი და მოვიდა. იმიტომ რომ აქ იცი როგორ ხდება ნებით თუ არ მოიტან ძალით მაინც რო გატანინე. პირველმა ის იყო შენი საღამო აჭარა მუსიკალში და ნერვიულად ხოლმე თუ არა როცა ესე წინასწარ იცრა ეს დროს აუცხოთ საკოს კონცერტი და თავი ვერეზე ეგ შეგიძლია კითხვა ამათ მე რამჭირს საერთოდ კონცერტის წინ რომ მოვდივარ. მეწება რომ დროზე დამვარცხნე. აი ალბათ აუტანელი ვარ იმ დროს, რომ ძალიან ნერვიები მაქვს. რატო ბავშვებს უნდა დაშორდეს საღამომდე? ეხლა დავშორდეს საღამომდე და რომ მივალ ალბათ უკვე ეძინებათ ამას. ვაგზელებთ დღეს საჯერ, არ ვიცი, მაგრამ ნატო ძალიან მალე გვეტყვის. გამარჯობათ. თქვენთან უნდა იყოს დატოვილი აბეჭდი. გადახტილიაზე გამახსენდა. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა სადმე ან კაფეში ან სადმე ვიღაცას დაუპატიჟები ხარ და რომ დაგიძახებია, რომ გადავიხდი, გადახტილია. კი, ძალიან ხშირად არის და სულ მერიდება ხოლმე ეგეთი მომენტები, იმიტომ რომ რაღაცა ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, რომ ვიღაცა ჩემი მისვით შევაწუხე და რაღაცა უხერხემლობაში ვახდე და ხშირად არის აი ბავშვებზე მაგალითად სულ ხშირად პატიჟებენ ნაყინზე ან მაღაზიაში ეუბნებიან რომ გადახტილია და სულ რაღაც სულ ეუბნებიან რომ არასოდეს არ გააკეთოთ ეგრეთ. ეს გინატოსთან მანქანაში აღმოაჩინეთ ყულობა და ეს ხურდები რამდენი ხანი აგროვები? არ ვაგროვებ, აი რომ ჩება ხურდები ვყრი. პირდაპირ და გროვდება. კი არა, რომ გამიჭირდეს აქვს დატო არ გცხელია. არა, იცი არ ვაკედან არ უნდა ამოვა. მანქანაში რამდენი ხურდა გიყრი? მე ჩემი შრომითა მაქვს და ის შრომონდა. ბავშვებმა იციან ეს ყულობა რო არსებობს? კი, მაგრამ არ კიდებენ ხელს იციან რომ ეს სტაიანკის ის არის ოფოლიო მეუბნებიან. და სადმე რომ ვაჩერებ თვითონ ვიღებენ ჩემ დაუკითხავ და აიღეთ მეუბნებიან. ერთადერთი ნებადართული ეგ მომენტია. How did you know I needed you so badly? How did you know I'd give my heart out gladly? ასე ნატო გითხრა რომ თვითონაც არ მეუბნება რას მიყერავსო და საერთოდ არ თქვათო არ ვილაპარაკოთო ამაზე, იმიტომ რომ სიურპრიზი მინდა მაყურებლისთვის იყოსო. და ბოლომდე შენი გემოვნებით, ან თავიდან ბოლომდე ნატოს არაფერი არ შეუტანია თავის დეტალები და უშუალოდ საერთოდ კოსტუმი არ უნახია, ხო? გითხრა რომ ნატო არის იშვიათი ადამიანი, რომელიც მეუბნება რომ რამე გამიკეთე. უბრალოდ რამე გამიკეთე. მე ვენდობით ავდა აი სიტყვაი რომ ავტო განდობ. всё, არ ვეხები არანაირად, იმიტომ რომ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ შემოქმედ ადამიანს უნდა მიცე აბსოლუტურად როცა გიცნობს, ხო? ეს ყველაფერი მოხდება, ანუ კორექტივების შეტანა, ეს ელაპარაკობს ყველა მსახიობი და მომღერალი და კომპოზიტორი და ვარსკვლავი, წამყვანი, სპორტსმენები, წარმატებული ხარ რამდენი ადამიანს ვემსახურებ. არა, ესე იგი მე პრეტენზიული ვარ ეგიდა რა თქვა? მე მინდა ვთქვა, რომ ჯერ შენ არ გინახია კაბა და ვნახოთ. მე ჭვიან მეპარება რომ აი რეაქცია ვნახოთ, მოდი მაშინ კაბას არ შეიძლება მარტო შენ რეაქციას ვაჩვენებს. იმიტომ რომ არაჩვენოთ ესე იგი არის გენიალური. თუ თქვი ავთო ერთი წუთი, ესე იგი რაღაცა ნიტო. Now you're lying close to me. ავთო ჩემი ზომების განყოფილება არ არის გენასვალი აქ. ყველა შენი ზომაა. ძალიან ხომ ნუაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ უნდა ლამაზი. ნატო ძალიან გახდა და უკვე ეტევა აი ამ ხაზის ზომებში. ასე რომ იმიტომ ამაყურებს ყველას რომ შემეჩნიოთ რომ მაგას ამ დროს სულ არ მიფიქრია. ან წინა სანერვიულო დიეტით. კი, მე მემართება ხოლმე. ეგრევე ვიკლებ 4 კილოს 3 დღის განმავლობაში, როცა პაკაზე მაქვს. მაჩვენი გეხვეწები და ნერვიულობის გაჩქარჩქარ გოჩენ. აი ნატო მე უკვე ვნახე. აი ჩემი კავა. ოღონდ არ მინდა რომ
ვინმე მიცოდეს. ზრდება გადაცემა ერთი დღე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასტუმრო სიმპათიასთან, სადაც ეს კი ნატოს მოუწევს ბევრი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი გრანდიოზული კონცერტი მზადდება, ნატოს სოლო კონცერტი ლაგუნა ვერაზე 10 ივნისს. ეს არის შენი ავტობიოგრაფია და შენი ავტობიოგრაფია, რომელიც თურმე უნდა დავარიგო. არიჩკა. ერთ საერთოდ პრეს კონფერენცია. ჩვენთვის გააკრეს. თორე მე და ხშირად იკეთებ ხოლმე გრიმს, აი ყოველდღიურადაც ხმარობ თუ უბრალოდ ესეც? ანერა თიკო საერთოდ არ მეყვარს გრიმი და მეყვარს ბუნებრიობა, იმიტომ რომ ბევრად უფრო თავისუფლად ვარ და ბევრად უფრო ნატო ვარ იმ ბუნებრივში, რაღაცა დამატებული ზედმეტი. მაგრამ როცა გიწევს ეკრანის წინ და როცა გადაღება, ანუ მაშინ და საერთოდ კოსმეტიკას როგორ ხმარობ? ამორჩეული გაქვს თუ არა შენთვის რაღაცა შერჩეული შენი კარი? ამორჩეული მაქვს ყველა სხვადასხვა. ეტოში მიყვარს სხვა ფირმის, რუმიანა სხვა ფირმის, ანუ რაღაცა შეგუებული, ერთგული ვარ ყველაფრის მიმართ საერთოდ. პომადის ფერის მიმართ, ანუ არ მიყვარს რაღაცა ხშირი ცვალებადობა და ვერიდები. და სუნამოებს რა შეეხება? აი სუნამოებზე მაქვს გართულება, იმიტომ რომ სხვათა შორის 3 წელი ვხმარობდი, იყო ესეთი დუხი, ჩერუცი, ტიშუ 8-8 და რაღაც და იმდენად მიყვარდა. აი 3 წელი თითქმის არ შემიცვლია. ნუ მე ეხლა რაღაც ამორ ძალიან მომწონს და რაღაც და ხშირად შუქნიან თუ არა სუნამოებს თაყვანისმცემლები, არა მარტო თაყვანისმცემლები, ასევე მეგობრები, ან მეგობარი მამაკაცები. მაქვს, იმიტომ რომ სულ შაყირობ ხოლმე მაგაზე, რომ სახში მაქვს ისიპარი თქო. და თუ ძალიან შეგვიძლია მოვიდეთ და შევიძინოთ. 1-2 თვე თავი ვირჩინო მეტი თუ არა. ანუ მაგ შემთხვევაში მართლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისეთი ყოველთვის კარგი საჩუქარია მაინც სუნამო. და ნატო კონცერტისთვის მაკიაჟს ვინ გაგიკეთებს თუ საიდუმლო არ არის თუ შენით იკეთებ? არ ვიცი, ალბათ მე გავიკეთებ ოღონდ საკონცერტო მაკიაჟს, იმიტომ რომ არა ყოველდღიურს, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ჩემს სახეს უკვე იმდენად კარგად გავუგერო, ალბათ უფრო ვერ გები. და საინტერესოა საკონცერტოთაც ესე საპირფარეშოში შეიპარები და იქ არა, გენაცვალე. სახში ადამიანურად მოვემზადები, არა, ხო მოვემზადე დღეს, მაგრამ უკვე წავიშალე და კონცერტის წინ მოვემზადები 9 საათით ადრე, რომ იგივე არ დამჭირდეს. ეს კი ვინც კი შემხედრია ნატო ყველაზე საქმიანი ქალი აღმოჩნდა ქართული რეალურად საქმიანი, ხო? ლებიდან და აი ესე იგი დროც არჩება მას რომ თავი მოიწეს რიგოს და ესე აი პრეს კონფერენციის წინ სასტუმრო სიმპათიის საპირფარეშოში თავი მოიწეს რიგა. რას იზავთ იყო ეგრე? ნერვიულობა ჟურნალისტებთან შეხვედრა. არა, ჟურნალისტებთან არა, უბრალოდ კიდე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვფიქრობ, რომ არცად არ გამაგვიანდეს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი გრძნობა მაქვს პუნქტუალურად. ეს ყველგან გარბენაზე ხარ, ბოლომდე ერთ საქმეში არ. რა მომენტია, ეცი საერთოდ ვარ სხვის მიმართაც მომთხოვი, როცა ვიბარებ, რომ არ უნდა დააგვიანოს და ანალოგიურად მე მაქვს ეგრე. I love is here to stay. პრეს კონფერენციის შემდეგ ნატო მოითენთა დაიღალა მე მგონი ხო თუ იქამდეც უკვე დაღლილია და ესე იგი შთაბეჭდილებები მითხარი აბა პრეს კონფერენციის შემდეგ რა ვიცი თიკო მე მგონი დადებითი იმიტომ რომ მე თვითონ არა ვარ რაღაც აგრესიით განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და ყოველთვის ასე მგონია რომ იცი რა კითხვაც არ შემეფერება და არ მეკადრება, უბრალოდ არ უნდა დამიზო, იცი როცა არ ვიქცევი ისე რომ რაღაცა ზედმეტი და ინტრიგა ეძებო, ხო? უბრალოდ არ იქნები შენ სულთან მართალი რომ ეს დაბეჭდო, ხო? ნუ ეხლა როცა გაძლევს საბაბს, ხო, მაშინ უნდა დაწერო მაგ. ამიტომ დღესაც ანალოგიური იყო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ არც ერთი კითხვა აგრესიით და აქ საიდან ჩავიდა. იმით არ ყოფილა რაღაც. ყოველ შემთხვევაში ყოფილი ძალიან. მე ახფოვანებული ვარ ნატო როგორ ახერხებს ესეთი
მძიმე დღის გეგმა აქვს შესასრულებელი, რთული ძალიან და ეხლა მივემართებით რადიო ფორტუნაში, ხატია შამუგიას საავტორო გადაცემაში live show ნატოა სტუმრად, ხო? ესე იგი ჩემთვის ღამე რა არის ხო ხტები უკვე? ანუ სახში მისვლა, ესე იგი მე და სახში კიდე სადილი უნდა გააკეთო. არა დღეს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არაფრის არც ალა მაქვს და არც თავი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვაკეთებ. თავისუფალი დრო თუ გაქვს აუცილებლად ტელეფონმა უნდა დარეკოს. მე ხო მაშინ ხო. ლაპარაკო ბევრი. უკვე ტელეფონის გამომგონება ძალიან ვემუქრები. გამარჯობა. გამარჯობათ მიგვიღებთ? გამარჯობათ. როგორ წანდები? სალამი, სალამი. მე აღარ მიკითხოთ, იმიტომ რომ აღარა ვარ. ჩვენ რომელზე ვართ? ხუთზე. ნატა ახალ სიმღერას წერს, საღამო მშვიდობისაო რა ლამაზად. არა გაქვთ რაღაც ღამის დამშვიდობება თქვენ. ხო, ყველაფერზე აქ. შუა დღეზე დილაზე. დიახ, გენაცვალე მე მუშაობ. შევედით, გამარჯობა. დამინათებს მე. და მე მიუჩვეველი ეგეთ რაღაცებს. გრძელდება გადაცემა ერთი დღე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით რადიო ფორტუნაში, ხატია შამუგიას საავტორო გადაცემაში live show. სტუმრად არიან ნატო გელაშვილი და გია გუმბერიძე. გადაცემის გენერალური სპონსორია როგორც გითხარით, არის 5 საათის განმავლობაში გამზადებით ძალიან საინტერესო ერთი სტუმრისთვის, თუმცა ერთის გარდა, ესე იგი, ჩვენ ორი სტუმარი გვყავს დღეს პირდაპირ ეთერში, რომელთაც მე მივესალმები, დიდი სიყვარული და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. ესე იგი, საჯაროდ ჩვენ 5 მილიონი მოსახლეს მინდა მამსა, გავდარი live show სტუმრები გახლავთ, ჩვენერი ქალბატონი ნატო გელაშვილი და ესე იგი, სიმპათიური მამაკაცი ბატონი გია გუმბერიძე. დღევანდელ დღეს დაემთხვა გადაცემა ერთი დღე იღებს, ანუ დილიდან მე ვარ ეთერის წინაშე, ასე ვთქვა, თუ გადაღება მიდის დილიდან. ნუ რა შეეხება ამ კონცერტთან დაკავშირებით. როგორი ენერგიულია ხატია შამუგია ახლა ნატოსთან შედარებით, ამ ნატოს ფონზე საერთოდ. საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი იყო, მე შევერთები ნატოს. ბატონი ენერგია გუმბერიძე ჩაერთო საუბარში. რომელიც გამოხატეს აი ამ კონცერტის მიმართ. როდის ნახავენ? ორ შაბათს. 11-ის ნახევარს. არა, ორ შაბათს 11-ის ნახევარს. 11-ის ნახევარს. 11-ის ნახევარზე ისე თქვენ გადართოთ სტაილოს და ნახავთ ყველაფერს როგორი დღე გაატარეს, აი ერთი დღე. ნატო გეტყობა უკვე როგორი დავალები ხოლმე ალბათ ასარი აი ლაპარაკის თავი არ აქვს და გია ბეშო შეთქე არა შეთქვით. ერთმანეთს რო ჩემ პასრე. მაგრამ ნატო მაინც მინდა გკითხვა. ასე იგი. ამის გარდა რომ გამიდი შენი ახალი ალბომი მიყვარხარო ძალიან, ასევე გრანდიოზული კონცერტი იგეგმება ლაგუნა ვერესზე 10 ივნისს. აი სამომავლო გეგმებში კიდევ უკვე რამე თუ გაქვს მოფიქრებული ამის გარდა? არ ვიცი, თიკო ჯერჯერობით, იმიტომ რომ საერთოდ მე არ მიყვარს წინასწარ ფიქრი. ეს კონცერტი დაიგეგმა ერთი თვის უკან და დაგეგმის დღიდან მეორე დღეს იყო სპონსორი და აი როგორ გაკეთდა ხო ხტები, ანუ ითქვა რაღაცა უცებ რო უწერია რომ და უცებ მოხდა პრეს-კონფერენციაზე. ხო, ნუ უცებ უკვე კრო და უკვე რაღაც ხვალზე კონცერტივა. ასე რომ წინასწარ არასოდეს არაფერი არ ვიცი. ანუ რაღაცა ესე დიდი პერიოდით ადრე ერთადერთი რაც ჩემ ცხოვრებაში მაქვს დაგეგმილი და ყოველთვის მიჯანჭდება ეს არის მიუზიკლი, რომელიც მინდა გავაკეთო. ანუ შერწყმა ამ სიმღერების ოღონდ სცენაზე მინდა თეატრალური მხარე, ანუ მე არა მომღერლებით, ოღონდ არამედ მსახიობებით გავაკეთო ეს ყველაფერი. და ეს დარჩეს ჩვენ შვილებს და თუნდაც შემდეგ თაობას კიდევ. კლიპის გადაღებას ხარ აპირებ რაიმე სიმღერათაგანზე, რომელიც ახალ ალბომშია შესული. საერთოდ გქონდა გეგმაში და როცა ეს ფილმის გადაღება დაიწყო, როცა მივთქვი რომ აკეთებენ ამ ფილმს, იქ იყო თვითონ გეგმაში რომ იქ უნდა გადაღებული მთლიანად ეს ალბომი.
ყველა იქ შესული სიმღერა რაღაცა ტიპიური კლიპებად უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ დროებით რაღაც პერიოდი ეს შეჩერდა ეს ფილმი, მაგრამ ალბათ გადაიღებენ და მე რო გითხრა პირადად დიდი სურვილი მაქვს და ამაზე ვშრომობ და ანუ წყალუფად ფინანსებზე ვფიქრობ თქო ნამდვილად მოვიტყუებ. ესეც ბედია რომ რასაც უწერია ის აუცილებლად თუ უწერია იმ სიმღერას რომ როდესმე უნდა გადაიღო და გადაიღო. აი გადაიღეთ როგორი არასერიოზული ხალხი მუშაობს რადიო პოდკასტში. ნატო, არ შევიდე ლაგუნაზე. ღვინო წამოიღე. აბა, დამისხი გრძელდება ერთი დღე სანო სტუდიაში და აი ნატო მაინც ესე იგი თავისუფალი დრო რო ქონდეს ადგები რაღაცას გააკეთებ, ხო? ვერ ისვენებს. თავისუფალი დრო რო ქონდეს მაინც ადგები რაღაცას გააკეთებ. აი ჩემი მეგობარი მინდა გაგაცნო. ჩემი ტკბილი მეგობარი ერიკა. გამარჯობა. როგორ ბრძანდება? ორი სიტყვი თქვენი ცხოვრების შესახებ. ნატო საინტერესოს ვიღოთ. ერთი წუთი თქვენაც. ან ნატოს ცხოვრების შესახებ. რა იყო აპარატურას თუ შემერცნობ აღარ გქონდეს. ბოლო რაღაც ორი სიმღერა ჩაგიწერიათ. ბოლო ორი სიმღერა ვინ შეასრულა? რას ჩავწერეთ? გუშინ ნატონ ჩავწერა, გუშინ წინ ნატონ და ხო? ესე იგი ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ რომ თქვენზე არის, მე მგონი უკვე დამოკიდებული და ძალიან ნერვიულობს ამ შემთხვევაში ნატოვანი. რა, ესე იგი ასწრებს. ნუ ესე იგი კითხვები დავიხეთ. რა შენ გაინტერესებდა გაიგე. მიკროფონი. ძალიან კარგი. ჩემი. ნატო აი საღამოს აგრძელებს ანუსთან სტუდიაში და რა საქმეა აქ დადამოვედით. ეს არის ჩემი ესეთი დაბოლოება ხოლმე სტუდია ამ დღეებში, იმიტომ რომ დღის ბოლოს. ხო დილიდან რაღაც გარკვეულ რომელი საათი არც ვიცი 7-15 წუთი, ნუ 7-მდე დაახლოებით რაღაც გარე საქმეები მაქვს და ეს უკვე ამას ვეძახი ოჯახს, იმიტომ რომ ფაქტიურად საღამო პერიოდი უკვე ძალიან ბევრი საქმეა. იმიტომ რომ ზოგი სიმღერა ჩასაწერი იყო, ზოგი დასამთავრებელი იყო, ზოგს რაღაც ბეკები ქონდა დასადები და ანუ მილიონი რაღაცა წვრილმანი, რომელიც უბრალოდ არ მეპატიება რომ გამომეტაროს და ამიტომ თითქმის ყოველ დღე რაღაცას ვამოწმებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნატო მთელი დღე გაატარა ჩვენთან ერთად, უბრალოდ ჩვენ გავატარეთ მთელი ერთი დღე ნატოსთან ერთად და სადაც მივიდოდით საჭმელი არ უჭამე ამ დღის განმანძილზე და სადაც მივიდოდით ყველგან ერთი ჭიქა, თითო ჭიქა ყავას ვსვავდა, ზოგჯერ მეც პრესკონფერენციაზე დარიან მგონი 3 თუ 4 ჭიქა. შესაბამისად მე და მიშას ნატოსთან ერთად ყავას ვსვავდით, დღეს ღამე არ დაგვეძინება არც. უგეშენა ის ჯადოსნური ყავა ყველა და ანუ იძინებს. კბილად გვაძინებს. პირიქით არის. უბრალოდ აღარ მინდა რომ გაგაწვალოთ და კიდე რაღაცა გისურვოთ ჩემს ერთად ტანჯვა საღამოს 12 საათამდე და მინდა რომ გაგანთავისუფლოთ, მაქვს უფლება. გაქვთ უფლება აბსოლუტურად მოგვხსენი ბორკილები და დიდი მადლობა პირიქით რომ ესეთი საინტერესო დღე მადლობა თქვენ. გამოვიდა და ჩვენ ვიყავით თქვენთან ერთად. დიდი მადლობა, კარგად. ეს იმას ნიშნავს რომ უნდა დაგემშვიდობოთ, დაელოდოთ ხუჩაბას და ნახეთ თუ ვინ იქნება ჩვენი სტუმარი. კარგად.